ადამიანებით ვაჭრობა და სექსუალური ტრეფიკინგი ქართველმა სამართალდამცველებმა მძიმე დანაშაულში ბრალდებული წითელი ცირკულარით ძებნილი რუმინელი ცოლ-ქმარი საფრანგეთს გადასცეს. მეთოდი, რომლითაც ბრალდებულები ადამიანებს სექს ტრეფიკინგისთვის იყენებდნენ, უჩვეულოა. ქსელი ასე მუშაობდა, იოგათი დაინტერესებულ ქალებს იოგას ნაცვლად სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ. მანამდე კი რამდენიმე თვე ამ ადამიანებზე ფსიქოლოგიურად მუშაობდნენ, მანიპულირებდნენ. ბრალდებულებს ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები დაჯგუფების ლიდერთან, 73 წლის კაცთან მიყავდათ. მანიპულაციისთვის დამნაშავეები რელიგიასაც კი იყენებდნენ. დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ საკუთარი იდეოლოგია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გაავრცელა. რა მიზნით იმყოფებოდნენ საქართველოში ტრეფიკინგში ბრალდებულები? მირიამ ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ავიარეისი თბილისი-პარიზი. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ცოლ-ქმარი ქართველმა სამართალდამცველებმა ფრანგ კოლეგებს გადასცეს. ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ექსპლუატაციაში მხილებული რუმინელი წყვილი უკვე საფრანგეთის მართლმსაჯულების ხელშია. მიჰაი და ადინა სტოიანები საქართველოში გასული წლის აგვისტოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ. პარიზის ინტერპოლის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი კურიერი პიესმა ექსკლუზიურად მოიპოვა. ჯგუფი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ტანტრული იოგას საფარქვეშ მიმდევრებს აიძულებს დაეთანხმონ სექსუალურ ურთიერთობას მიმდევრებსა და მასწავლებლებს შორის. ამას ახერხებდნენ გონებრივი მანიპულირების ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს ქალებში ყოველგვარი წინააღმდეგობის ცნების გაქრობას და მათ ახალისებას ჯგუფის ლიდერთან, გრეგორიან ბიվოლარუსთან, სექსუალური ურთიერთობის დამყარებისთვის. ქალები აეროპორტიდან და რკინიგზის სადგურიდან მძღოლებმა წაიყვანეს პარიზის გარეუბანში მდებარე პავილიონში, ჩამოართვეს ნივთები და მიიყვანეს გრეგორიან ბიվოლარუსთან, რომელმაც მათთან დაამყარა სქესობრივი ურთიერთობა, რაც დამთავრდა შარდის ურთიერთმოხმარებით. იოგას სახელით მოქმედი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში რუმინეთის მოქალაქე გრეგორიან ბიվოლარუმ დააფუძნა და საკუთარი იდეოლოგია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გაავრცელა. სწორედ ბიվოლარუს უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ ცოლ-ქმარი, რომელიც გასულ კვირას თბილისმა პარიზს გადასცა. გზა 60-ისკენ. ასეთია იოგას საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციის დევიზი. თუმცა მიჰაი და ადინა სტოიანებმა ქალების სხვადასხვა ქვეყნიდან დაპირებული 60-ის ნაცვლად პარიზის გარეუბანში კონსპირაციულ ბინაში ჩაკეტეს. მათ ჩამოართვეს ტელეფონები, პასპორტები და რიგითობის მიხედვით გაჰყავდათ დაჯგუფების ლიდერთან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. მიგვიყვანეს საიდუმლო სახლში, სადაც სხვა ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის და სკანდინავიის იოგას ცენტრებიდან სხვა ქალებიც ყავდათ ჩამოყვანილი. გურუსთან, ანუ გრეგორიან ბიվოლარუსთან შეხვედრის მოლოდინით მოსაცდელ ოთახში გაგვაჩერეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გონებას და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდი. მე ამ დროს ეჭვები გამიჩნდა. არ მსურდა სქესობრივი ურთიერთობა ბიվოლარუსთან. ვითხოვდი დაებრუნებინათ ტელეფონი და პირადი დოკუმენტები. რათა წავსულიყავი იმ სახლიდან. მათ მითხრეს, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა. ეშლი ფრექტონი, რომელიც დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა, ერთ-ერთია, ვინც გრეგორიან ბიվოლარუს და სტოიანების წყვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. მასთან ერთად მინიმუმ 6 ქალი მზად არის საკუთარ ისტორიაზე ხმამაღლა ისაუბროს. თავად კულტის დამფუძნებელი 73 წლის გრეგორიან ბიվოლარუ პარიზის გარეუბანში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 2023 წლის ნოემბერში დააკავეს. მაშინ პოლიციამ სხვადასხვა მისამართზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სულ მცირე 58 ქალი იპოვა. კულტის ლიდერი დააპატიმრეს, თუმცა მისი მარჯვენა ხელი მიჰაი სტოიანი ცოლთან ერთად მართლმსაჯულებას გაექცა. მოდი ოფისში და გაქცევ პასუხს კაცო. ეს სტოიანების ქართველი ადვოკატია. შეთანხმებულ დროს ოფისში მივაკითხეთ, თუმცა სამუშაო სივრცე დაკეტილი დაგვხვდა. პირად სატელეფონო საუბარში კი გვითხრა, რომ ცოლ-ქმარი რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით იდევნება. საქართველოში დაკავებული და საფრანგეთში ექსტრადირებული ცოლ-ქმარი ქალებზე ფსიქოლოგიურ და რელიგიურ მანიპულაციებს მართლაც იყენებდა. წმინდა ეროტიზმი, ასე ჰქვია სწავლებას, რომელიც სინამდვილეში იოგას ქსელის დამფუძნებელთან სქესობრივი კავშირით სრულდებოდა. კულტის ლიდერები ქალებს ბიბლიაზე ფიცსაც ადებინებდნენ, რომ მომხდარის შესახებ არასდროს არავისთან ისაუბრებდნენ.
რელიგიური მეთოდები გამოიყენებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მხრიდან, რათა ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინათ კონკრეტულ ქალბატონებზე და მოეხდინათ მათი გადაყვანა საფრანგეთის ტერიტორიაზე, რათა ამ ქალბატონებს სექსუალური მომსახურება გაეწიათ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. კურიერი პიესი სტოიანების საქმეზე პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ესაუბრა. ირაკლი ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ ტრეფიკინგში მხილებული წყვილი საქართველოში თავშესაფრის მინიჭებას ცდილობდა, რათა მოსალოდნელი მკაცრი სასჯელი თავიდან აერიდებინათ. მათ ყველა სამართლებრივ საშუალებას მიმართეს, მათ შორის მოითხოვეს თავშესაფარი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა მათი არგუმენტები და არ მიიჩნია მიზანშეწონილად მინიჭებოდათ ამ ადამიანებს თავშესაფარი. ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია და არა მარტო კონკრეტულ სახელმწიფოშია, მაგალითად საფრანგეთში ან რუმინეთში, ასევე მოდებულია მთელი ევროპის მასშტაბით. ამ ორგანიზაციას გახსნილი აქვს იოგას ტანტრა იოგის სკოლები სხვადასხვა სახელმწიფოში და ამ სკოლების საფარქვეშ ხდება, ასე ვთქვათ, მოძიება კონკრეტული ქალბატონების და შემდგომში უკვე მათ საფრანგეთში გადაყვანა. ჩვენი ძებნილები ჩვენს დავაექსტრადირეთ, ესენი მოქმედებდნენ დანიის სამეფოს ტერიტორიაზე, გახსნილ ჰქონდათ იოგას სკოლა და ამ სკოლის საფარქვეშ ხდებოდა კონკრეტული ქალბატონების რეკრუტირება, მოძიება და შემდგომში საფრანგეთში გადაყვანა. გატაცებები და გაუპატიურებები, ეს ბრალდებები საფრანგეთში სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს. მიჰაი და ადინა სტოიანებს, ისევე როგორც კულტის დამფუძნებელს, გრიგორიან ბივოლარუს, საფრანგეთში უვადო პატიმრობა ემუქრებათ.